არ ვიყავი სტადიონზე. არა. ვიფიქრე გუგერსას გარაჟში ჩაუჯდები მეთქი, თან უყურებ თქო. თან ყველა გატანილ გოლს თითო ყანწით დავლოცავ თქო, მაგრამ ამდენი დალევა სადღა შემიძლია ბიჭო. წავიდა ის დრო 97 წელს 7-0 რომ მოიგეთ და 7 ყანწს რომ სვავდი. სადღა შემილია ახლა მე 53 წლის ასაკში 6 ყანწის დალევა. თქვენ რა გითხარით მე? კინაღა მოვკვდი. მოგესალმებით მეგობრებო, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში სომხეთის ნაკრები დავამარცხეთ ანგარიშით 6-1. გილოცავთ, ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ბევრი გულშემატკივარი გაბრაზებულია ჩვენს ნაკრებზე. და მინდა გითხრათ, რომ სრულიად სამართლიანად. ბიჭებო, ხო იცით ქართველების ხასიათი კაცო. თავის დროზე არ მისულ ვართ, ღმერთი რომ მიწებს არ იგებდა. ხო, მაშინ არ მისულ ვართ თავის დროზე და სტადიონზე როგორ მოვიდოდით. ცოტა გეგორებინათ ეს ბურთი პირველ ტაიმში რა და მეორეში გაგეტანათ გოლები 4-0-ზე მოვიდა უმრავლესობა. ნუ მარტივად მოვიგეთ, მოდი ვთქვათ, ჩემი დიდი პატივისცემის და მიუხედავად სომხეთის ნაკრების მიმართ, მარტივად მოვიგეთ, მაგრამ ბიჭო, ერთადერთი ვინც დაიღალა კაშია რა. ხო, არა, თამაშზე კი არ დაიღალა კაცო. თამაშის მერე ბავშვები რო გაეკიდნენ. აი მაგ დროს დაიღალა, მაინც ასაკი თავის აშვება. პრესტიჟის გოლი გაგვიტანეს, მაგრამ რა გოლი, მართლა მაგარი მაგრატელა გაგვიტანეს. ბრავო. ნუ ისეთი მაგარი გოლი იყო, რომ კაი ახაც მე ვიხართ სომხები და 3 გოლად ჩაგითვლით. 4-ად, 4. არა, აკოფამ ისე კარგად გამიკეთა მანქანა. 5-ად ჩაგითვლით, მაგრამ 9-5-ს რომ მაინც აგებთ. სხვათა შორის განაწყენებულმა სომეხმა კომაგებმა იქვე სტადიონზე გამოხატეს პროტესტი და ამ წაგებას ფედერაციას და მწვრთნელს აბრალებდნენ. მომისმინეთ ჩემო სომეხო მეგობრებო, რაქნას ამ მწვრთნელმა, ამ ნიდერლანდელმა კაცმა, რაქნას ყვარაცხელიებს ხო არ დაბადებს. ისე ჩემი რჩევაც იქნება, ახლა აბსოლუტურად სერიოზულად, რომ ცოტა ძილობიანად თუ მოიქცევით ხოლმე სტადიონზე, ურიგო არ იქნება. არა, მთელ მსოფლიოში ხდება ასეთი რაღაცეები, არა ვართ ჩვენ გამონაკლისი, რა თქმა უნდა, მაგრამ ქართველები მაინც განთქმული ვართ ჩვენი სტუმართ მასპინძლობით, სტუმართ მოყვარეობით და მოდი ესეთი რამე აღარ განმეორდეს. გენაცვალეთ თქვენ. მსოფლიო შესარჩევის ჩვენი ჯგუფით შედგა ამასობაში. რა შეიძლება ითქვას რა, მოკლედ რა. რას გადაგვეკიდა ეს გუნდი, ხო ვერ მოვიშორეთ რა. ბიჭო, რამდენჯერ უნდა მოუგოთ ამ ბულგარეთს? გადავიდეთ სხვა თემებზე. სასიხარულო ამბავი გვაქვს ესპანეთიდან. კიდევ ერთი ქართველის სახელობის ქუჩა გაიხსნა, მეგობრებო, ანუ ნიკოლოზ შერაზადაშვილის ქუჩა ხო იყო? დაემატა ილია თოფურიას სახელობის ქუჩა. ძალიან მაგარია და მიხარია. ასე რო აფასებენ ჩვენს ბიჭებს ესპანეთში. მიხარია, თუმცა რა ვქნა, ერთგული კაცი ვარ მე და ოთარ ტატიშვილის ქუჩაც რო გახსნათ მადრიდში, მაინც ბარსელონას ფანად დავჩენ. ისე ილია თოფურიას ქუჩა წარმომიდგენია ძალიან მაგარი ქუჩა იქნება რა. თან რო სეირნოვ თოფურიას ქუჩაზე და თან ძალიან მაგარი. ისე კი გონი ცოტა წინ დაუხედავი ხალხი ხართ ესპანელები. ილია თოფურიას ქუჩა კი არა, თოფურიების უნდა დაგერქვათ ხალხო, იმიტომ რომ 1-2 წელიწადში მაქსიმუმ ალექსანდრეც აიღებს ქამარს და ცალკე მოგიწევთ მისი ქუჩის გახსნა. რაც შეეხება სხვა ამბებს. ამერიკის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის დახმარებით ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონი გახდესო. რა ვიცით, რა გითხრა? პრინციპში რატომაც არა. კანადელ ალფონსო დევისს დაიმატებს ნაკრებში. ხო, ასე თუ გააგრძელებს ხიმენესსაც დაიმატებს მექსიკიდან. 2 წელიწადში ჩავა იბალამდე, ლაუტარო მარტინესიც იქვეა, მესი, იქვე ვინიციუს ჟუნიორს შემოიერთებს, ურუგვაი პატარა ქვეყანაა, თავისით შეუერთდება და ვალვერდესაც დააყენებს ნახევარდაცვაში. რატომაც არა, ძმაო, მსოფლიო ჩემპიონი, აბა ვინ არის? პრეზიდენტებზე რადგან საუბრობთ, აქვე უნდა ვთქვათ, კონორ მაკგრეგორზე, რომელმაც სურვილი გამოთქვა გახდეს ირლანდიის პრეზიდენტი.
ძალიან მაგარია. მე გულშემატკივრობ კონორის პრეზიდენტობას და აუცილებლად მივადენებ თვალყურს როგორი იქნება მისი საპრეზიდენტო კამპანია. ნუ დაახლოებით ვიცი. როგორიც. აი დაახლოებით ვიცი. შემცირდება უმუშევრობა. მაკრო და მიკრო ეკონომიკაზე ვიზრუნებთ. არც ერთი ღარიბი ჩვენს გვერდით. პენსიები გაიზრდება. რატო? ცუდი კამპანია? შვენიერი, ხო? კრისტიანო რონალდუ გახდა კიდევ ერთი რეკორდის მფლობელი პორტუგალიის ნაკრებში ყველაზე მეტი 128 გამარჯვება დაუგროვდა. მოკლედ ფენომენალური შედეგი აქვს ამ კაცს. ყველაზე მეტი მოგება ნაკრებში, ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი და მაინც უბედურია ბიჭო. შენ რა გითხარი, ლიონელ, რაც უდროს დაიბადე. და ბოლოს თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებებზეც ვთქვათ, 2-20 სიტყვა, 9 მედალი ავიღეთ, აქედან 2 ოქრო. ლაშა შავდათუაშვილმა ზედიზედ მეორედ მოიგო და ეთერ ლიპარტელიანმა სასწაული ჩაიდინა ფინალში. ეს რა იყო? სულ ფიქრობდი ამ ძიუდოში კაცო, ისე ვარ შეჩვეული ამ ოქროს და გამარჯვებებს, რაღაც უნდა გამაკვირვოს თქო, მაგრამ აჰა, გამაკვირვა ეთერმა. სუპერ გოგოა, 1 ვაზარით და 2 უკოთი აგებდა და წუთ ნახევარში 4 გდებით სასწაული კამბექი დადო ჩვენმა მაგარმა გოგომ. შენ გენაცვალე, ეთო, უმაგრესი გოგო ხარ, ისე რო იცოდე მაგ კამბექით. მე სახლში რო გიყურებდი კამბექი გავაკეთე. სუფრიდან აღებული ღვინო და ყანწები დავაბრუნე. აბა, აი ესეთი კამბექი გავაკეთე. შენ გენაცვალე, რა დავთვერი იმ დღეს. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი პანამის არხი და იქ ნახავთ გელა იაკორძაძე როგორია მთვრალი. ოთარ, ახლა მე იქანა შენო რო წევიდე, არ როჭა, სადა ჩეჩმა აქანა, ცა? მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია კომპანია ლიდერბეთი. დიდი მადლობა ლიდერბეთს. ჩვენი მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერ სპორტ არენა, სადაც ჩვენი სტუდიაც იმყოფება. ხო, ახლა რაც შეეხება გადაცემის შემდეგ ნაწილს, ვიცი რომ ძალიან მოგენატრათ ჩვენი ესეთი ძველი გამოცდილი რუბრიკა ქართული ესტრადა და მსოფლიო სპორტი. ხო მოგენატრათ? ხო და აბატონო, ნახოთ ერთად. Zashiachede Ralamazia Varsklav dacvena Kitav goli Kapatiev shestovers Sats kapatiev Kushi fkenas davivits Qatmetsune Kitav goli Tu asetur paiqari Radver gamshtevdi Sinanuli kviania eskan shoreba cheribralia Kitav goli Rasizam muhanati ramea tuti sopeli Mutsukhar lamazo moishore nakhveli mometsikheli Kitav goli Isent kiva morchemili iara Odis mogelav shveni taova Akhali taova da mozrova Mara erti rame itsode ro tsalsakha am territorieze chemi nashakha Ratom gamirbiha Ratom memalebi Ratom gamitetre gargotma Authentikas Bitme iselama simples Chamoaschi ertits უნდა დავლიო ერთიც უნდა დავლიო გამედავარისივიცალა დაკოლებას როცა წაწყდები არ დანებდე ვიცი არ დანებდები საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს მოდიმა
ახლა სტუდიაში მინდა სტუმარი მოვიწვიო. დღეს ჩემი სტუმარია მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, უკვე ვეტერანი ძუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი. მოგესალმებით ლუხუმ, დავძანდით. დიდი მადლობა. მადლობა რომ მოხვედი, დიდი მადლობა. გამონახე დრო. მადლობა შენი კარიერისთვის, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. ხომაგობდით ყოველთვის. ისე რთულია გაცილების ცერემონიალი, მაინც რაღაცა გულში, ურთულესი. ეგ ამბავი პროფილში უნდა მოუყვე ალბათ. თუ მიმიწევენ. აქ მოსაყოლად არ ივარგებს, მაგაზე ბევრი არ ვილაპარაკოთ. ყველაზე მეტად რაზე გწყდება გული? ან ყველაზე კარგად რა გახსენდება? ყველაზე მეტად მწყდება გული ოლიმპიადა რო ვერ მოვიგე. ხო. და კარგად ალბათ სოფლიო ჩემპიონატი რომ მოვიგე ტოკიოში. ტოკიოში. ერთი ეს ამიხსენი, სვანები რა დუჭიდაობთ კარგად. რა საერთო გაქვთ იაპონელებთან? სვანები რატო ჭიდაობთ და სვანეთში მტარდება ბევრი დღესასწაულები არის და როგორც ახლა ქართლში არის ხოლმე დღეობები, ეგრე არის დღეობები და ამ დღესასწაულებზე, როდესაც ხალხი კეიფობს, უფროსები აღნიშნავენ, ლოცულობენ, პატარები ჭიდაობთ ხოლმე. გასართობი ეგ არის მან. უფროსები ლოცულობენ, კეიფობენ, პატარები ჭიდაობენ. პატარები ჭიდაობთ. ძალიან მაგარია. მსოფლიოს ჩემპიონობა მაგარია, მაგრამ იაპონიაში ალბათ კიდევ უფრო მაგარია, ხო? სულ სხვა რამეა. შენ რა სიტყვი, აი იაპონიაში რო ხდები ძუდოში მსოფლიო ჩემპიონი. ეს არის, რავი რა შევადარო. აი ყველაზე ძიმე ბრძოლა თუ რამე ისტორიაში არსებობს და ყველაზე დიდი ბრძოლა და იმ ბრძოლაში გამარჯობა რა. აი აქილევსი რო ხარ. ხო. აი ეგეთი რაღაცა არის. აქილევსი რო ხარ, ეგეთი რაღაცა იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონობა. ერთი ვიდეო მინდა განახო და შენ მითხარი რა ხდება ამ ვიდეოში, აბა, გავუშვათ. ეს ტურისტად მიდისო ტოკიოში ორ ჩხვიმიანიო და რაღაცებს წერვითი. გაიჩიტეთ აბა ერთ დამენახეთ სადა ხარ. სად გაქრით, სადა რა მითხარით. გაიჩიტეთ აბა ესე იგი ევროპის ოლიმპიური თამაშები მოვიგე დაახლოებით 1 თვის წინ ალბათ. ან თვე და 10 ვიდეომდე? ამ ვიდეომდე. ხო. ხო და ერთ თვეში თუ თვესა და 10 დღეში ჩავედით ტოკიოში და ეს რაღაცა Facebook-ზე იყო თუ Instagram-ზე არ მახსოვს, დაიდო შემადგენლობა, რომ საქართველოს ნაკრები წარდგება ესეთი შემადგენლობით და ისყებოდა ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი და ესე შემდეგ. და შევედი ახლა ჩემ დაუნებურად თუ არ ვიცი რომელიმე მეგობარმა ჩამიგდო და წერს ვიღაცა რომ ამასო იაპონიაში რა უნდაო, რატო წაიყვანეთო, ეს ტურისტად წაიყვანეთო ესო. და ევროპის ოლიმპიადა მაქვს მოგებული 1 თვის წინ. მაგრამ ენას ხო ძვალი არ აქვს. ხო და ჩამყვა ეს დავსქრინე ეს კომენტარი და მთელი დღის განმავლობაში 7-ვე შეხვედრის წინ ამას უყურებ კომენტარს რომ ერთი სული მქონდა რომ მეპასუხა და ფინალში რომ გავედი ერთი ფიქრი გავიფიქრე რომ მოდი რა ხო არ ჩავწერო თქო მაგრამ ეხა შენ რომ ფინალი წააგო მე უეჭველი დაგმარხავენ თქო რა აი რა დღეში ჩაგაგდებენ რომ გეჭიდავა და მე ჩაგეწერა ამიტომ მე სვამჯობინე რომ ჯერ მეჭიდავა ფინალი და ჩემპიონი რომ გავხდი მე ჩავწერეთ ეს ვიდეო. ისე მოდი ვთქვათ რომ რაღაც მომენტში დადებითად იმოქმედა შენზე ამ ვიდეომ, ანუ мотиваცია მოგცა რა. კი, ნამდვილად. მთელი დღის განმავლობაში მართლა გამაძლიერა. საჩემოდ გამოვიყენე ეს ყველაფერი და მადლობა არ ვიცი ვინ იყო იმას. აი ნახე, როგორი სოფლიოს და ევროპის ჩემპიონისგან მადლობა დაიმსახურა ადამიანმა, რომელმაც აი პრაქტიკულად თავიდან დაწერა სისულელე, ხო? მოდი ასე ვთქვა. ძალიან. და მოუწოდებ რომ სხვა სპორტსმენებზე არ დაწერო, ანუ ყველაზე ერთნაირად არ მუშაობს ეგეთი რაღაცეები. ზოგი პირიქით ითრგუნება. ძალიან მაგარია. 2019 წელს გახდი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი. არა მარტო. არა მარტო. საქართველოში გავხდით 6 კაცის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები და სოფლიოში ერთი მე გავხდი საუკეთესო ძიუდოისტი. აჰა, ეხლა გითხარი როგორი შეგრძნება? რა თქმა უნდა, მაგარი შეგრძნება, როდესაც იმ საუკეთესო სპორტსმენებს შორის გენო პეტრიაშვილთან და ლაშა ტალახაძესთან ერთად კიდე იყვნენ იქ ბიჭები, მსოფლიო ჩემპიონები ყველა. და რა თქმა უნდა, მაგარი არის, როდესაც შენი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი ხდები, თუმცა ის აღიარება მეორესაც შეეხება
რახან კოვიდი იყო დამირეკეს და გილოცავთო. თქვენ გახდით სუფლიო საუკეთესო ძიუდოისტიო, მადლობთ. დიდი მადლობა. კარგი არის. ეხლა მითხარი გუნჩი, როცა სვანები ხართ ხოლმე ერთმანეთთან სვანურად თუ ლაპარაკობთ. თუ ლიპო არ არის იქ, მაშინ კი, იმიტომ რომ ლიპომ ცოტა სვანური აი უჭირს რა. ესმის, მაგრამ ვერ იგებს. აჰა. როგორც მე ვარ ინგლისურზე. გესმის, მაგრამ გიჭირს. გესმის, მაგრამ ცოტა მიჭირს. ხო და ლიპო ახლა მაინც კაპიტანი იყო და ხო პატივცემდით ხო გასაგებია. ხო, მაგიტო. რამე სვანური თუ დაგქონდა ტურნირებზე, აი რამე შენი თილისმა თუ გაქვს. სვანური მარილი რა თქმა უნდა. სვანური მარილი. ის იყო ჩემი ელექსირი კი. უბრალოდ დაგქონდა თუ საჭმელს აყრიდი. კარგ დროს ვკითხე, აი, სასაცილო ისტორიაც და გამახსენე. შეკრებაზე ჩავფრინდით კორეაში. და ეს რა თქმა უნდა მიმაქ ესეთი დიდი ჯამით. ყველგან დამქონდა სადაც ცოტა დაახლოებით 1 თვით ან 2 კვირით გვიწევდა სიარული და ყველაფერთან სუშისაც რო სვანურ მარილს აყრია. ინდონეზია ვარ და ჩავედით კორეაში აეროპორტში აცხადებენ ჩემ გვარს გამოვედით რაღაც ჩანთა უნდა მოვიდეს. სადღაცას მიბარებენ, ნუ ხა ვეკითხები ამათაც რა ხდება, არაფერი, რომელიღაცა ოთახში შემიყვანეს, ჩანთა გამახსნევინეს და ნუ ამოვიღეს რაღაცები და ამაზე მეკითხებიან, ხა ამ სვანურ მარილზე რაღაც ესე ჯამში მაქვს, რა თქმა უნდა არაფერი არ აწერია, რა უნდა ეწერო. რა არისო ესო? ხა ვაგებინებ რომ მარილია თქო, მაგრამ არ ვიცი, იმასაც ეთყობა ცოტა უჭირდა ამ ინგლისურის და მე ცოტა ცუდად უხსნიდი და აშკარად ხვდები რომ ვერ ვაგებინებ ეს რა არის. და ნუ ცოტა ესე შუაში დევს და ეს ნუ თანამ პოლიციის თანამშრომლები ბევრი არიან. და თითი წავე. მეთქი გავეტყვი რაღაცნაირად მუნჯურად მივახვედრებ რომ მარილია და დამესიუნენ ეს. ეთყობა მას გონიათ რომ რაღაცა უნდა გადავყლაპო ეს თუ რა ვიცი რაღაცა. თავი ჯამიანად. ბოლოს როგორ დავთავრდა ამ ბოლოს დაუძახე ექიმს და იმან როგორც იქნა გადაუთარგმნა და დიდი პატივისცემის მიუხედავად მე მგონი რომ მაინც ჩამოგვართვეს. ჩამოგართვეს სვანური მარილი. ნეტა თუ აქვთ ახლა შენახული ან თუ გამოიყენეს რამეში. მაგრამ სამაგიეროდ ჩემ გუნდელებს მაინც ქონდათ წამოღებული, აქვე გავიყავით თბილისში და იმათმა გამოატარეს? იმათმა გამოატარეს კი ეთყობა ცოტა სხვა ჯამში ჩადეს თუ არა. კარგი, თილისმა არის სვანური მარილი. რამე სულწმენა თუ გაქვს? არა, არავით. აი რაღაცას რიტუალი უნდა შეასრულო ბრძოლის წინ ან რაღაცა ამ დაგვარი სხვადასხვანაირად ხო არა. ყოველ სხვადასხვანაირად. არაფერი ისეთი განსაკუთრებული ერთი რომ მქონდეს არა. შეკრებებზე რო ხართ ბიჭები, თამაშობთ ხოლმე კარტი, შაშკი, რაღაცა თითქმის ყველაფერს კი, ყველაფერს. ყველაზე პოპულარული რა არის? უფრო ალბათ კარტი ალბათ. ხო. და რა თამაშობ? ჯოკერს? კი, ალბათ ჯოკერი კი. ვინ არის ყველაზე მაგარი ჯოკერში? კარტში ყველაზე მაგრად მე და ამბა ყვავალიანი ვჩხუბობთ ხოლმე და აი ვინ თამაშობს ყველაზე მაგრად ცოტა მაგის თქვა გამიჭირდება. თუ პარაში ვართ გასაშველებელი ვხდებით. პარაში თუ ხართ? და თუ ვაგებთ. რატო არ მოჯოკრე და რა ძალიან მაგარი თემაა. პატარა ბლიცი მაქვს შენთან ნაკრებში როცა იყავი, აი მაგ პერიოდზე იქნება შეკითხვები. სულ და უცებ შეკითხვაზე და უცებ შენი პასუხი მაინტერესებს რა. ვეცდები. დავიწყოთ? კარგი, ანუ ნაკრების ძიუდოისტებზეა საუბარი. ყველაზე მხიარული. როგორ გითხრათ, აბა, ყველა მხიარულები ცოტა ნაკლებად ვართ. ძალიან დათრგუნულები ვართ, თითქოს დაღლილები, დაღალული, თან მით უმეტეს შეკრებაზე. დილის 9 საათზე ვარჯიში გაქვს, 12 საათზე ვარჯიში გაქვს, 5 საათზე ვარჯიში გაქვს და მხიარული როგორ უნდა იყოს? კარგი, მიღებულია. ყველაზე ბრაზიანი? ალბათ მე. შენ. კარგი, ყველაზე მძინარა. ადამ ოქრუაშვილი. ადამ ოქრუაშვილი. ყველაზე მჭამელი? აი მჭამელი ვინ არის? ექიმი, გიორგი მგელაძე. გიორგი მგელაძე. ყველაზე აზარტული? ყველაზე აზარტული შეიძლება ვიყო მე ამბა ყვავალიანი. ყველაზე მოწესრიგებული? ყველაზე მოწესრიგებული ალბათ ვარლამ ლიპარტელი. ვარლამ ლიპარტელიანი. კი ბატონო, სხვა პასუხს არ ცველოდი და ყველაზე არაპუნქტუალური.
გავიხსენო აბა ვინ აგვიანებს ვარჯიშზე ყოველ დღე. ყოველ დღე. როგორ თქვა ეხლა ეგ ხომ აღა. ისე ყველაზე ტიტულოვანი ეგ არის დღეს და როგორ თქვა. გასაგებია. ყველა მიხვდება ხო. როგორ თქვათ? კარგი, სვანებზე ანეკდოტებს გიყვებიან ხოლმე? არა, აკრძალულია. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სვანი ვართ ნაკრებში და აკრძალულია. თვითონ სვანები ერთმანეთში არ ყვებით ხოლმე? აი მაგალითად არა, ჩვენ მით უმეტეს. თქვენ არა. ანუ რო კითხო ეხა შენი საყვარელი ანეკდოტი სვანებზე რომელია თქო? არც ერთი. არც ერთი. ახლა მითხარი 90 კილოგრამში რა ხდება? რატო ვართ ასეთი მაგრები? მაგაზე მეც დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ ესე ამომწურავად ვერ გიპასუხებ. ალბათ სპორტულად რომ მივუდგეთ, ძალიან დიდი კონკურენცია იყო ოდითგანვე მაგ წონაში და ამიტომ გამოგდის ესეთი მაგარი სპორტსმენები იზრდებიან მაგ წონაში და ყოველ ოლიმპიადაზე ჩემპიონი გვიხდება. ძალიან მაგარი წონაა. ძალიან. საქართველოს ეროვნული წონა. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ აი სახელმწიფო ენა ხო არის ქართული, ხო და სახელმწიფო წონა იყოს 90 კილოგრამი. იყოს, კი. წვნელი გახდი? ხო, აპირებ რომ ასე გააგრძელო შენი ურთიერთობა ძუდოსთან, რაც ძალიან მაგარია. მაინც აი შენი მიზანი რა არის? ლუხუმ. ხო, გავხდი მწვრთნელი, მომეცა ამის საშუალება და მუშაობ ქვემო ქართლის რეგიონში, მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონს მოვიცავთ, არის ესეთი პროექტი კიდევაც დაიზრდებიან ბატონი გიორგი შინჯიკაშვილის მეთაურობით, ვართ მე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნესტორ ხერგიანი, გიორგი ბერიაშვილი, ბეთქი ლაფასი, ბევრი ისეთი სპორტსმენი, რომელსაც ანუ ამ სპორტში ბევრი რაღაც გაუკეთებია და მოკლედ გვაქვს საშუალება ჩვენც რომ ბავშვებთან ვიმუშაოთ, გაუზიარო ეს ჩვენი ცოდნა, ჩვენი გამოცდილება. ძალიან მაგარია. არის ბევრი დადებითი და პატარა იმას მოვყვები მაგაზე. რა თქმა უნდა, სანამ მოყვები, მე გეტყვი რომ 1-7 წელიწადში ხო კიდე უფრო წინ იქნებით ამ ამბავში. 7 წელიწადში ცოტა არა, ძალიან წინ 7-8 წელიწადში, ხო და ეგრევე ვფიქრობთ. ირაკლი დვალი უნდა მოგიყვანოთ. ჩემი შვილიშვილი ახლა 6 თვის არის. ხო და ლიპოს უკვე ველაპარაკე. ხო და ჭრიკასთან მიიყვანეო მითხრა. ხო და შენც თუ იქ ხარ, თქვენ გენაცვალეთ მე. ჭრიკას მე დაველაპარაკე. ჭრიკას შენ დაელაპარაკე. აჰა, 8 წლის ასაკში მომყავს. კი ბატონო, 7-დანაც შეგიძლია. 7-დანაც ვიციოთ სურვაზეც უნდა ვატაროთ ან. ლიპო მითხრა. სურვათ ან ვარჯიში. სურვათ არ ვარჯიში, იცოდეთ ირაკლი დვალი. მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი. გორჩა. გორჩა არა, ოთოტატიშვილი თყავს შვილიშვილი, მაგრამ ის ძუდოში არ ივარგებს. ის ფეხბურთელი უნდა გამოვიდეს და აი ირაკლი დვალი, აი იმენა ძუდოისტი უნდა გახდეს. კი ბატონო, ეგრე. აი გული გამისკდება ეგრეო ვერავისრულო რა. კაი, ეხლა მოყევი. ხო, ნუ მოკლედ ეხა ვარჯიშზე ბევრი ყოჩაღი ბავშვი დადის, ბევრიც ალბათ არ მაცობს, ხო ხდებით? ერთ-ერთი დღეც არის და ცოტა სტროგი მწვრთნელი გამოვედი მე მგონი. აჰა. ხო, ნუ ზოგადად არ მიყვარს რაღაცები. მე როგორც მიდგებოდნენ ბავშვობაში, ეგ მიდგომები ავირჩიე მეც და ერთ-ერთი ვარჯიშია და ნუ ძალიან ისე ჩავატარეთ ეხა რა, რომ ხმას რო არავინ არ იღებს. არა და ცოტა ისეთ სიტუაციები დაგვხდა ეხა მაინც 7 წლის ბავშვს ავიწყდება რომ არ უნდა ილაპარაკოს ამ 2 საათის განმავლობაში ვარჯიშზე და ვიღაცას რაღაც გადაულაპარაკებს რა. და ყველაზე მეტი შენიშვნა ვისაც მივეცი ვიღაცა დავსაჯე ხა იქ 10 აჯიმანია ვიღაცა 20 პრესი მივეცი და ძალიან ისე მიყურებენ ხა ესენი რომ ეს ვინ არის რა. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი თან სხარტი და თან ცოტა ცელკი ბავშვი ვარჯიშის ბოლოს მეკითხება მას რა იყო თქო და თქვენო კიდე მოხვალთო? იხდი ხა რატოც მე უთხარი კი თქო. რომელ დღესო? არ გეტყვი მე უთხარი მაგას. არ უნდოდა იმ ბავშვს რომელ დღესაც მე ვიქნებოდი იმ დღეს მოსულიყო ვარჯიშზე და ეს ოცნება არ აუხდინე რა. თვალებზე ეწერა რაც მკითხა. ესეთი ფრაზა არსებობს რომ ნახე ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გავზარდო ან წვნელზე ამბობენ ოლიმპიური ჩემპიონები ყავს გაზრდილი. ეს რამე სხვა მიდგომა რომ სოფლიო ჩემპიონებს სხვანაირად ზდიან? არა. მაგრამ ეს ყველაზე მაინც სხვა ფსიქოლოგია. ხურია. ყველაზე მაღალი მწვერვალია და
ნუ მე რომ სოფლიო ჩემპიონობა არ მქონდეს, ეხლა სიტყვაზე სოფლიო ჩემპიონატი მოგებული არ მქონდეს, არ ვიტყოდი რომ ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გავზარდო, ვიტყოდი რომ სოფლიო ჩემპიონი უნდა გავზარდო. აუცილებლად. იმიტომ რომ ის უკვე მექნებოდა. გასაგებია. და როგორც ასეთი სირთულით, ჩემი აზრით ოლიმპიადაზე რთული მოსაგებია სოფლიო ჩემპიონატი. ვინაიდან ერთ ზონაში შეიძლება წამყვან ქვეყანას ორი კაცი ყავდეს. ორი კაცი ყავდეს. გამოყვანილი. ხო, შეიძლება მოგიწიოს 6 შეხვედრა სოფლიო ჩემპიონატზე, ოლიმპიადაზე აუცილებლად. ოლიმპიური ჩემპიონი აუცილებლად გეყოლება ერთ 20 წელიწადში ირაკლი დვალი. იყოს ირაკლი დვალი. ხო, ჩემი შვილიშვილი ყველა ვარ, მანამდეც გეყოლება, მაგრამ ეს 100%-იანი გეყოლება. მეტი ორგზის იყოს რა. ორგზის იყოს. გეუნები ოჯახში ისე მაქვს, ასე მყავს ოჯახი მე. დავხოცავს უყველას ეგრო ჯუდოისტი არ გამოვიდეს. შენ უნდა შემიწყო ხელი რომ არ დავხოცოს უყველა. მოიყვანე ჩემთან. მოვიყვან და ის არ კითხავს მას შენ რომელ დღეს იგნები. მაინც არ უპასუხებ აზრია. გამკაცრად. არანაირი ის არ მიცე რა ქვია რომ რადგან ოთარაშვილი-შვილია. შინაური არის მით უფრო სტროგად უდგერე. აი ეგრე. ჯიგარი ხარ. და ბოლოს მინდა რომ შენი ფავორიტი ჯუდოისტები გითხრა წონების მიხედვით. სოფლიო მასშტაბით. სოფლიო მასშტაბით. შენ როგორც გინდა, სოფლიო მასშტაბით. მე გეუნები წონას და შენ მეუნები შენ ფავორიტს. მოსულა? მოსულა. წავიდა 60 კილოგრამი. ტადაჰირო ნამურა. 66. აბე, რა თქმა უნდა. 73. ონო, ძალიან გავყევი ხა. ონო. 81. 81-ში იყოს ავთანდი ჭრიკიშვილი. ავთანდი ჭრიკიშვილი. და ტატო გრიგალაშვილი ერთს ვერ და ტატო გრიგალაშვილი. ორი იყოს, კი ბატონო. 90. აი ყველა საკაკ სამი უნდა თქვა მე მგონი. ლიპო ბექაური რა თქმა უნდა და მსოფლიო ჩემპიონი მაისურა. აუ 4 უნდა. 4 თქვა. ალბათ ცირეკიძე, ზვიადაური როგორ. ერთიც თქვი რა. აი, მორჩი. 100 კილოგრამი. 100 კილოგრამი ილია სულამანიძე. კი ბატონო. და 100 პლუსი. და ვარლამლი პარტელიანი თქვი 90-ში თუ 90-ში თქვი, აქაც გინდა რომ თქვა. 100-ით ჩავწეროთ ხო? ჩავწეროთ, 100-ით ჩავწეროთ. რაც 90-ში გააკეთა, იგივე გააკეთა 100 კილოგრამი. კი ბატონო. და 100 პლუსი. თუშიშვილი, კრპალეკი და ალბათ ტედირინერი. ტედირინერი. კი ბატონო. მადლობა ლუხუნ რომ მოხვედი, ჯიგარი ხარ, გისურვებთ წარმატებებს მომავალში, უკვე როგორც მწვრთნელი, ერთი ოლიმპიურ ჩემპიონს მე მოგიყვან. ხო და მეგობრებო, უმაგრესი კაცი. ჰა? ერთს მეც გავზრდი. ერთ შენს გაზდი, ერთს მე მოგიყვან და ორი გეყოლება და მე რაღაცა იქნება. ლუხუმ ჭვივიანი. დიდი მადლობა. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.